სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ადამიანს როგორც ღვთის ხატსა და მსგავს არსებას თან დაყოლილი აქვს ღირსების შნობა. მეტნაკლებად ყოველი ადამიანი უფრთხილდება ამის ღირსებას, იცავს მას და ხშირად იცავს ბიოლოგიური სიცოცხლის ფასადაც კი. თუმცა ისე როგორც ყველაფერი ჩვენში, რადგან სიცოცხლის წყაროს მოწყვეტილები ვართ, მათ შორის ღირსებაც დეფორმირებულია და ძალიან ხშირად მას ვიცავთ იქ, სადაც იქ საერთოდ არ არსებობს. ხოლო თუ ჩვენ სულიერი თვალით შევხედავთ ქრისტიანული მოძღვრების ჭრილში, ქრისტიანული დოქტრინის სინათლეში, თუ შევხედავთ ადამიანს, ჩვენ დავინახავთ ადამიანის განსაცვიფრებელ ღირსებას, რომელსაც ენითაც კი ვერ გამოვთქვამთ ბოლომდე, იმდანად გონება მიუწვდომელია ადამიანის ღირსება. აი როგორც ღმერთია გონება მიუწვდომელი, ტრანსცენდენტული, ხო, ყოველგვარი შეგრძნებისათვის და შეხებისათვის და ხედვისათვის მიუწვდომელი და მიღმა ყოველივე ამისა, სწორედ ასევე არის ყველა ის თვისება, რაც ადამიანს ღირებულებითად გააჩნია, როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებას, მათ შორის ღირსებაც, ის რაც ელოდება ადამიანს, თუ ის ისე იცხოვრებს, როგორი ცხოვრებაც მას ღმერთმა განუწესა საღვთო გეგმის მიხედვით, რომელიც რა თქმა უნდა სიყვარულით არის განმტკიცებული ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ღმერთი თავად სიყვარულია და ის ყველაფერს მხოლოდ სიყვარულით იქმს. აი როცა ჩვენ მეტნაკლებად წარმოდგენა გვაქვს თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი და რა განგვიმზადა ღმერთმა, მე როდესაც საკუთარ თავს შევხედავთ, როდესაც მოყვას უყურებთ, ჩვენს მოყვასებს, ჩვენს გარშემო ადამიანებს, რომლებსაც ვერ შეუცვლიათ ღმერთი, ხო? რა მძიმე მდგომარეობა, ისინი ვინ ჩვენ გვიყვარან. ხო არის ჩვენს გარშემო უამრავ ადამიანი, რომელიც ძალიან გვიყვარს და ზოგი ისე ძალიან გვიყვარს, რომ დიდი ვაჟკაცობა არ გვჭირდება თავს ისე გავწირავთ. ეხლა ადამიანისაც თუ თავი გაწირო, ამას სიმამაცე ჭირდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ისე გვიყვარს, თქვათ, ხო, ახლობლები, რომ სიმამაცე საჭირო არ არის, ისედაც გაწირავ თავს. დედა შვილისათვის თავს გაწირავს, რა სჭირდება სიმამაცე. იმდენად დიდია სიყვარული ხშირად ერთი ადამიანისა მეორეს მიმართ. ესეც ღმერთის მიერ ჩადებულია ჩვენში და მადლობა ღმერთს ამისათვის და აი, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს, დღე-დღეს ემატება წელი-წელს, გესმით, და რწმენაში ვერ მოდის. რა მტკივნეული უნდა იყოს ეს ჩვენთვის? ჩვენ ამაზე რომ ვიფიქროთ, ჩვენ არ ვიცი, ალბათ გული დაგვიავადდება ნერვიულობისაგან, ტკივილისაგან, სიმწრისაგან, რომ ადამიანები ვერაფრით ვერ ხედავენ თავის ღირსებას, თავის ღირებულებას, იმ დიდებულებას, რასაც ატარებენ. ჩვენ ღირსება დიდი გვაქვს, ხატი და მსგავსი ვართ ღვთისა და ამ ღირსების შელახვა, ეს არის ჩვენი შერცხვენა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შევრცხვეთ. არ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ შერცხვენილები აღმოჩნდეთ ღვთის წინაშე. აი პავლე მოციქული დღეს ახეთ როგორ ამბობს ეს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლია, თავის თავს ხო მაგალითად გვიძღვნის პავლე მოციქული, ხო, მე გვეუბნება კიდევაც, რომ მე მომბაძეთ, როგორც მე ქრისტეს ბაძავ, ეს დიდებული მოციქული გულწრფელია, როგორც თავისი ცოდვების აღმსარებლობაში, როცა ის ამბობს, რომ ყველაზე ცოდვილი მე ვარ სამყაროში და მოციქულებს შორის ყველაზე უარესი და თავის სისუსტეებსაც გვაჩვენებს იქ უძლურებას, რომ უფალი ანკურნავს, იმიტომ რომ თავში არ აუარდეს ის დიდებულება, რაც ღმერთმა მისცა, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალისტია პავლე მოციქული და იმასაც ხედავს, ღმერთმა რისი ღირსი გახადა. ამასაც რეალურად ხედავს და ჩვენთვის სამაგალითოდ გვაძლევს. აბა რაში მივბაძო? იმაში ხوار მივბაძავ, რომ ქრისტიანებს დევნიდა, ეკლესიას დევნიდა. ეკლესიას დევნიდა პავლე მოციქული, მაგაში ხომ არ უნდა მივბაძო? აბა რაში უნდა მივბაძო? ის რაც ღმერთმა ამ ადამიანისაგან შექმნა, იპოვა რა იგი როგორც რჩეული ჭურჭელი იპოვა და რაც აი ეკლესიის მდევნელი
ადამიანისგან შექმნა, აი იმას უნდა მიუბაძოთ. და აი ნახეთ, როგორ გამოხატავს ერთ ადგილას თავის მდგომარეობას, თანახმად ჩემი მოლოდინისა, რასაც ელოდება. ჩვენ ხო ველოდებით. ჩვენ ბევრ ამას ველოდებით. ეხლა მაგალითად დღეს თქვენ უნდა ეზიაროთ, ხო რას ელოდებით? ქრისტესთან შეხვედრას ელოდებით. ესმით, ყოველი ლოცვის დროს მაცხოვართან შეხვედრას ველოდებით. ჩვენ გარდაცვალებას ველოდებით. ჩვენ უფლის დიდებით დაბრუნებას ველოდებით. ჩვენ ცხონებას ველოდებით. ჩვენ სულ მოლოდინის მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ვართ დინამიკაში, მუდამ მივისწრაფით, თუ ქრისტიანები ვართ, ქრისტესკენ მივისწრაფით, გაცნობიერებული გვაქვს ეს და სულ ველოდებით. არ შეიძლება ამის გარეშე ადამიანი ცხოვრობდეს. ხა პავლე მოციქული რას ელოდება? თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, იმედით სავსეა პავლე მოციქული, რაში? რომ არაფერში შევწხვები. ანუ ის ღირებულება, რაც ღმერთმა მიანიჭა, მასში ღირსებად არის გარდასახული და ღირსებით ცხოვრობს პავლე მოციქული. არა თავისია ეს, არამედ ღმერთისგან არის, მაგრამ ღმერთისგან მიღებული შეინარჩუნა და ცხოვრობს ღირსებით. ამიტომ არ შერწხვება პავლე მოციქულს. გესმით რა შეასაქმე? არა და ჩვენ არ დაგვავიწყდეს ადამიანური ღირსება, ეხლა თავში ვილაპარაკე ადამიანის ღირსება გონება მიუწვდომელია მეთქი. რატო? იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო თავის პიროვნებაში ადამიანური ბუნება, რასაც განკაცება ქვია და მარჯვენით მამისა დასვა. ამაღლდაზეც დაждდა მარჯვენით მამისა და თქვა ძე ღმერთმა, რომ მე მინდა შენც ჩემთან, ჩემს მარჯვნივ დაждდე, როგორც მე მამის მარჯვნივ დავჯექი. ანუ ადამიანის ზის მარჯვენით მამისა. ანუ ღვთაებრივ დიდებულებაში შევიდა. როგორც ღმერთი მადლით. აი ეს არის ადამიანის ღირსება. და შენ ამისთვის ხარ შექმნილი. გესმით რა შეასაქმე? თუ ამ ღირსებას შენში რეალიზებას არ გაუკეთებ. შენ თუ ადამიანს შენში ადამიანს, რომელიც მარჯვენით მამისა უნდა იყოს, ქრისტესთან ერთად, როგორც ქრისტესთანა მემკვიდრე, ჩამოაგდებ ზეციდან და დაბლა ჭუჭყში, აი ამ ხწნადობაში ჩააგდებ. შენ არა მარტო საკუთარ თავს შეურაცხყოფ, არამედ შენ თავად ღმერთს ამცირებ და ღმერთს შეურაცხყოფ, იმიტომ რომ შენი ბუნება უნდა განღმრთობილიყო. გესმით რა შეასაქმე? შენ უნდა ღმერთი გამხდარიყავი მადლით, ყოფილიყავი მარჯვენით მამის და შენზე იყო რა დამოკიდებული, შენი წილი მადლით ღმერთობა ჩამოაგდე და ჭუჭყში ჩააგდე. ანუ უძღები შვილი ხარ, რომელიც არჩევანს აკეთებს, იყოს არა მამის სახლში, არამედ ღორებზე უარეს მდგომარეობაში. ამიტომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს წაართმევს საღვთო ღირსებას, ის არა მარტო საკუთარი თავის, არამედ თავად ღვთის შეურაცხყოფელია. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული ერთ ადგილას, რომ შენ ხო თავისუფალი ხარ? ვარ თავისუფალი დაეთანხმები. ოღონ იცოდე. ეს თავისუფლება იმისთვის არ მოგეცა, რომ პირუტყვის სიამოვნებით იცხოვრო, ან დემონური პატივმოყვარეობით. არამედ თავისუფლება მოგეცა იმიტომ, რომ სწორი არჩევანი გააკეთო. ეს არის არჩევანი ღმერთად ყოფობისა, ღმერთად ყოფნის არჩევანი რა გააკეთო. ამიტომ მოგეცა. ამიტომ მართალია მოგეცა თავისუფლება, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, მაგრამ ყველაფერი შენთვის სასარგებლო არ არის და შენ რომ გგონია, რომ საკუთარი თავი გეკუთვნის შენ და როგორც გინდა ისე მოექცევი, რა პირუტყვსაც გინდა იმას დაამსგავსებ, სინამდვილეში ამის უფლება შენ არ გაქვს. შენ შეგიძლია გააკეთო ეს, ეგ არის თავისუფლება, მაგრამ უფლება არ გაქვს. როგორც ადამიანს. გესმით? და პავლე მოციქული მერე აგრძელებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სასყიდელი გადაიხადა შენში, შენთვის ღმერთმა, შენთვის მოკვდა, რომ შენ გამართლებულიყავი. აი ამაშია საქმე. ამიტომ ჩვენ ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ აი ამ ვალდებულებით ვართ დატვირთული, და ეს ვალდებულება რა არის, რომ ჩვენ უნდა ვჭრეტდეთ ღმერთს, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ ღმერთთან. გქონდეს მასთან ურთიერთობა და ჩვენ უნდა ისევ ცხოვრობდეთ, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ისევ მოქმედებდეთ, ისევ უყურებდეთ, ისე გვიყვარდეს, ისევ აფასებდეთ, როგორც ღმერთი, ანუ როგორც იესო ქრისტე ცხოვრობდა ამ სამყაროში. ხედავთ, როგორ არის ადამიანი დატვირთული აი ამ ვალდებულებით. და აი თუ ადამიანი ამას აცნობიერებს
და ეს გააზრებული აქვს. ტკივილამდე გააზრა, რატო ტკივილამდე? იმიტომ რომ კი ბატონო გავიაზრე. მე ვიწყებ ქმედებას, რომ ასე ვიცხოვრო და მე აღმოჩნდება, რომ ეს არც ისე იოლია. ამიტომ სულ მოლოდინის მდგომარეობაში ვარ. ეგება ეხლა გამოვიდეს. ეგება ახლა მოვიდე მდგომარეობაში, რომ ჭეშმარიტ სინანულში, რომ ჩემს გულს ღმერთი შეეხოს. ეგება ახლა გავიაზრო რა ვარ და ვინა ვარ როგორც ადამიანი. სულ მუდამ აი ამ მდგომარეობაში და სულ ბრძოლაშია ადამიანი. და ადამიანი თუ ამ ყველაფერს გაიაზრებს, მე პავლე მოციქულის შემდეგ სიტყვებსაც ალბათ კარგად მიხვდება. იგი ამბობს, მთელი სიცხადით და კადნიერებით, კადნიერებას თავხედობა არ არის. კადნიერება ეს არის შენი ღირსების რეალიზების მცდელობა, ის შენი ღირებულების, რომელიც ღმერთმა მოგცა, ამ ღირებულების რეალიზების მცდელობა. ეს არათუ ჩვენი უფლებაა, არამედ ვალდებულებაც არის. რომ შენ რეალიზდე როგორც ღმერთის შვილი და ეს არის სწორედ კადნიერება. აბა კადნიერება არ არის ღმერთს ვეუბნები, ვინ ახარ? და ამ დროს გალაქტიკების შემოქმედს მამაო, აბა წარმოიდგინე. ვინ ახარ? მოდიხარ და როგორც დიდი წმინდანები ეზიარებოდნენ ქრისტეს ხორცსა და სიხსიღებდა შენც ისე იღებ. ვინ ახარ? კადნიერება გაქვს. რა კადნიერებაა ესა? ეს კადნიერება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთის მიერ მონიჭებულია არა როგორც შესაძლებლობა უბრალოდ, არამედ როგორც ვალდებულება. არ დაგვავიწყდეს ეს. თორე შესაძლებლობა ხო, კი, შესაძლებლობა არის, მაგრამ მე ვერ ვიყენებ, რა ვქნა? არა, ვალდებული ხარ გამოიყენე. გესმით ეს მცნებად მოგვეცა, თუ ვინც არ შეჭამს ჩემს ხორცსა და სისხლს და ამაში ხო ყველაფერი გულისხმობა, ღმერთთან ერთობა, ის ჩემთან არ იქნება და მე მასთან არ ვიქნები. ხო და აი პავლე მოციქული მთელი სიცხადით და კადნიერებით, როგორც ყოველთვის არა ხანდახან, არა დღეს, არა ამ წამს, არამედ როგორც ყოველთვის ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში. და მე ამბობს, სიცოცხლით თუ სიკვდილით, ანუ ბიოლოგიურ სიკვდილზე ალაპარაკობს და ბიოლოგიურ სიცოცხლეზე. ანუ ჩემს ბიოლოგიურ მდგომარეობას, ჩემს სამყაროში, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. იგი მუდამ იდედება, როგორც ყოველთვის ახლას. ანუ მუდამ, ეს არის მუდმივი მდგომარეობა. აი წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი მდგომარეობა ექნება ადამიანს. აი ხო გამოგიცდიათ ღმერთთან ყოფობის გამოცდილება ხო გვაქვს არა? აი ხან წირვაზე ხდება, ხან ლოცვის დროს, ხან ზიარების დროს, ხან მოულოდნელად მოგვიხილავს ღმერთი. წარმოიდგინეთ მუდამ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდამ იყო მდგომარეობაში, როცა განიცდი მუდამ ღმერთს შენს გულში უпроსწორებ. წარმოგიდგენიათ რა სისავსის განცდა გაქვს, რომ შენთვის სიცოცხლე რომ მართლა სხვა ხდება და ნამდვილი, გესმით? აი ეს მდგომარეობა, რომელიც რა თქმა უნდა თუ ეს ასია და ადამიანს რაღაცა რელიგიური მოჩვენებები არ აქვს, მაგრამ ესეთიც არსებობს, ის აუცილებლად ტრანსფორმირდება მოყვასისადმი სიყვარულში, რაც მეტად, რაც უფრო ხშირად, რაც უფრო ინტენსიურად, რაც უფრო სიღრმისეულად, რაც უფრო მეტი განცდით შენთან არის ღმერთი, მით მეტად გიყვარს ნებისმიერი ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. როგორ გჭირდება დღეს საქართველოში ეს? რას გავართ შეხედა? რას გავართ უბრალოდ? როგორ გჭირდება ერთმანეთის სიყვარული? სინამდვილეში, აი, ყოველი ადამიანი ტრებიც რო არიან ერთმანეთს რო უყურებენ მტრულად, სინამდვილეში ორივერა საყვარელია, რომ დაფიქრდნენ, რომ შეხედონ. რამდენი აქვს საერთო ერთმანეთში, აი არ ვიცი და მაგრამ ამის ძალა ადამიანს არ აქვს. მეტუმეტ ეს ქართველ კაცს როგორი პატივმოყვარები ვართ, რწმენა გჭირდება ნამდვილი რწმენა გჭირდება. მიმტევებლობის უნარი. თუ ჩვენში ქრისტეა, ჩვენ ქრისტეს დარად ვიცხოვრებთ და ერთმანეთს ქრისტეს თვალებით შევხედავთ. ერთ წამში გავერთიანდებით, გავძლიერდებით, გავმტკიცდებით, გავბრწყინდებით, სამაგალითო ვიქნებით ამ თავზე ცაჩამოქცეული მსოფლიოსათვის. ხო ხედავთ რა ხდება მსოფლიოში? ისეთი პროცესები მიდის. ზოგი ამბობს ხოლმე რომ კი ეგეთი გარყმელება, ეგეთი უბედურება, ესე კაცია თუ ქალია თუ ბავშვების უკიდურესი გარყმილებით აღზდა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რაც ხდება, ადრეს იყო ამბობენ. იყო, როგორ არ იყო? ქრისტემდე იყო. მერე კაცობრიობამ ქრისტე შეიმეცნა. ქრისტესთან დადგა, შეიქმნა უბწყინვალესი, უდიდებულესი ქრისტიანული ცივილიზაცია მსოფლიოში. და მერე შეაქციეს ქრისტეს ზურგი და ისევ იმ წუმპეში წავიდნენ. და პავლე მოციქული რას ამბობს ამ მდგომარეობაზე, როცა შეიმეცნებ და ზურგში აქცევ?
ასეთი ადამიანისათვის აღარ არჩება მსხვერპლი გამოხსნისა. მოვიდა ღმერთი, შენთვის მოკვდა, შენ დაინახე, უი რა კარგია, უი გავწყვინდი, გავნათლდი, დიდებული გავხდი, ეხლა მეყოფა, ზურგი შევაქცია და წავედი, მორჩა. აღარაფერი აღარ მოხდება, მეტი აღარ მოხდეს, ღმერთი მოვიდა ადამიანად, შენ ჯერ მიიღე და მერე უარყავი. აღარაფერი მოხდება, ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ მსხვერპლი აღარ არჩება ასეთისთვის. და რჩება რაღაც საზარელი მოლოდინი, რომელიც დამთავრდება ანტიქრისტეს გამეფებით და კაცობრიობის ტოტალური განადგურებით, სულიერი განადგურებით. და ჩვენ არ გვინდა ამაში მოვყვეთ. არ გვინდა პოტენციურად ამის შესაძლებლობა რომ არ მოვყვეთ არსებობს. ეს ჩვენს რაღაცა გენეტიკურ მეხსიერებაში, სადღაც რაღაცაში დევს ქართველში, მე არ ვიცი ეს როგორ, მაგრამ არის. ოღონ ერთი რამ ჭირდება. დავინახოთ ცხოვრების საზრისი იესო ქრისტე და ყველაფერი თავის ადგილას უმოკლეს დროში დაალაგდება. და თუ არა და აი რა ვიცი. ჯერჯერობით აი როგორ არის, აი ღმერთს უჭირავს ქართველიერი. თუ მიგვიშვა, წამის ყოფაში გავქრებით. ჩვენ მოვესწრებით, რომ ჩვენ აღარ ვიარსებებთ. აი ჩვენ მოვესწრებით, ღმერთმა რომ ხელი გაგვიშვას. ეს უახლოეს 10-15 წელიწადში მოხდება. მაგრამ აი ესე უჭირავთ. ეთყობა ჩვენში რაღაც პოტენციას ხედავს და აი ეს პავლე მოციქულის აი ეს სიტყვები რომ მთელი სიცხად და კადნიერებით ახლაც როგორც ყოველთვის ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით ეს უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ყოფიერება ასეთები უნდა ვიყოთ. რადგან და რატომ ვარ ესე პავლე მოციქული ამბობს გვიხსნის? იმიტომ რომ ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა. ქრისტე რას ამბობს თავის თავზე მე ვარ სიცოცხლე. პავლე ამბობს ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა. ესე იგი რა გამოდის? პავლეში ქრისტე ცხოვრობს, ხო? ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და თუ სიცოცხლე არის ქრისტე, ბიოლოგიური სიკვდილი რა გამოდის? შენაძენი, მონაგები. გესმით? იმიტომ რომ მე რაც მალე გავალ, მალე უფრო ინტენსიური გახდება ჩემი ურთიერთობა ქრისტესთან. აი ეს არის და ეს მდგომარეობა ადამიანის არის ლოცვითი მდგომარეობა. საერთოდ მამა ემილიანე ვაფიდისი ამბობს, რომ ადამიანი ლოცვისთვის არის შექმნილი. ანუ ადამიანი ქრისტესთან ურთიერთობისთვის არის შექმნილი. და შენ თუ ამას არ აკეთებ, აბა რა ვიცი, გესმით? ნატურა იმისთვის არის შექმნილი, დენზე მიერთო და გაანათოს და თუ ნატურას ამ ფუნქციით არ დატვირთავ, ნაგავია. ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ღმერთთან ურთიერთობაზე, ანუ ლოცვაზე, რადგან იგი ლოცვისთვის არის შექმნილი, ამიტომ ადამიანი ხდება, რა ვიცი, რაც გიდათ ის დაარქვით. რა ხდება ადამიანი? მაგრამ კარგია ათეისტები რომ ამბობს, ღმერთი არ წამდა ადამიანი რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის, ანუ ლოცვისთვის რომ არის შექმნილი, ეს რო არიციან, რა თქოს რა არისო ადამიანი? განვითარებული მაიმუნი. თვითონვე ამბობს ადამიანი თავისი პირით, უღმერთო ადამიანი თვითონვე ამბობს მაიმუნი ვარო და რაღაც საჭიროა ხა ბევრი ფილოსოფია. თვითონვე ამბობს ამას. მაგრამ აი პავლე მოციქული რომელიც ამბობს რომ ჩემთვის შენაძენია სიკვდილი, იმიტომ რომ სიცოცხლე ქრისტეა, მე ამბობს რომ თუ ხორციელი სიცოცხლე ნაყოფ შემატებს ჩემს საქმეს, მისიონერულ საქმეს, ადამიანების გაქრისტიანების საქმეს, ეკლესიის აღშენებლობის საქმეს, ეს გასაგებია, მაგრამ არ ვიცი რომელი ვარჩიო, ერთიც მიზი დავს და მეორეც გული მithქვავს რომ გასვლა და ქრისტესთან ყოფნა 1000 წილ უმჯობესია, აი ეს ქრისტიანის უშიშობა სიკვდილის მიმართ. როცა ქრისტიანში კვდება ბუნებრივი შიში სიკვდილის, ადამიანს აქვს ბუნებრივი შიში სულისა და სხეულის გაყრისა. რატო? იმიტომ არაბუნებრივია. არაბუნებრივია სულისა და სხეულის გაყრა ადამიანისათვის. ეს არის ცოდვის მიერ შემოტანილი სიახლე. ბუნებრივია რომ ერთად იყოს სული და სხეული. ამიტომ ეს არაბუნებრივია რომ ეს შიში აქვს ადამიანს, მაგრამ ეს ბუნებრივი შიშიც კი იძლევა პავლე მოციქულში იმდენად ქრისტეს მიერად ცხოვრობს. ამიტომ 1000 წელ უმჯობესია გავიდე. ხორციელად ყოფნა კი უფრო საჭიროა თქვენთვის, ანუ ეკლესიის აღშენებლობისათვის. და მე გვეუბნება რომ რა თქმა უნდა პავლე მოციქულის ჩვენთან ხო არ დარჩა, მე მოწამეებრივად აღესრულა და ჩვენ დაგვიტოვა იცხოვრეთ ისე, როგორც შეფერის ქრისტეს სახარებას. როგორც შეფერის ქრისტეს სახარებას. ანუ რას გამოცხადებით მოგვეცა, ჩვენ მოგვეცა გამოცხადებით. კი არ უნდა ვიმარშილოთ, აჰა, ქრისტეს როგორც შეფერის. არა, ეს შეელო ეთქვა, როგორც ქრისტეს შეფერის, მაგრამ არ თქვა ესე.
ქრისტეს სახარებას, ანუ მოცემული გაქვს, გამოცხადებული გაქვს. ნახე და იცხოვრე ისე. ძალიან ადვილია, ხო თითქოს, აი მზად არის, გამზადებული გვიდევს. და მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ, ანუ ერთმანეთი გიყვართ და ერთობლივად იღწვით სახარების წმენისათვის, ერთობლივად იღწვით ეკლესიის აღმშენებლობისათვის და ქართულ სინამდვილეში ეს ავტომატურად ნიშნავს სამშობლოს აღმშენებლობისათვის. რა თქმა უნდა, ასე გადავირჩენთ საკუთარ თავსაც. აი ეს არის ჩვენი საკეთებელი, ესეთია ჩვენი სარწმუნოება, ასე ამგვარად გულსავსენი უნდა ვიყოთ და ამგვარად ბედნიერნი. ეს არის ჩვენი ქრისტიანობა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.